26-ში აღლუმის პერიოდში მე ვიყავი რუსთაველის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთ ადგილას. მე უკვე გადამიყვანეს საკმაოდ ძიმე მდგომარეობაში დაახლოებით 40 გრადუსიანი სიცხით და უმძიმეს თავის ტკივილებით და დაბეგვილი გადამიყვანეს უკვე ერთ-ერთ ოჯახში. უკვე როდესაც ეს დარბევოდა ის შეგი წავიდა ჩვენ ასე რომ ვთქვათ მთელი ამ ჭუბის და უბედურების მერე შევედით კინოთეატრ რუსთაველში და აი მერე დაიწყეს მათ პირდაპირ გამოდევნება. პირდაპირ გეტყვით რა. როდესაც ჩვენ იძულებული ვიქენით შევსრულებავით კინოთეატრ რუსთაველში აი ჭუბის და დავით არაბის დროს მიზნობრივად პირდაპირ მერე მომდევდნენ მე და ჩემ თანხმლებ პირებს მოსაკლავად აი ამ სიტყვის სრული მნიშვნელობა. გვერდი ჩვენ იძულებული ვიყავით და იცვენ მახსენ კინოთეატრის სახურავიდან სახურავზე გადავსულიყავით. ჩვენ უკვე იყო სიბნელე სრული დაიბილა ბათიაშვილი სადა ჩემი მიმართულებით უკვე მოხდა რამდენიმე არაერთი გასროლა. და დათელი იყო რომ პირდაპირ ლიკვიდაცია უნდა და მე ალბათ დამაბრალებდნენ წინააღმდეგობა გაუწია პოლიციას. მაგრამ დაჭერაც არ უნდა. 15 საათის განმავლობაში ბოლოს მე უკვე ჩვენ მოვძებნეთ ისეთი ადგილი რომ ვეღარ მოგვაგნეს რა რომ იტყვია ხელიდან გაუსხლტით მათ რა. 15 საათის განმავლობაში ვიყავით რაღაც უბედურებაში რა. ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვიყავ ეხლა ეს თავში ჩანაწამებით გაზით ძალიან ბევრი და მე მინდა გითხრათ რომ ფაქტი მე 40 გრადუსამდე სიცხე ამევიდა გავლენფულ იმაში ვიყავი 15 საათის განმავლობაში. სერვის მომასულიერეს მე მიყვარს სადაც დათიშული ვიყავ. ანუ სადმალე რუსთაველის კინოთეატრის სახურავიდან სად გადავხვით? სახურავიდან სახურავი. მაგრამ იქ ხო ახლოს არაფერი არ არის. და როგორ ძნელია, მაგრამ არის. გადასვლა ძნელია, იმიტომაც სველი იყო, ძალიან სიბნელე იყო და ვეღარ ბოლომდე ვეღაც შემო. ოკუპაციის გზა არის და მე ოკუპაციის მუზეუმია იქ გვერდზე კიდე. არა, თქვენ ახლა თუ ეგ გაინტერესებთ, მე შეიძლება მე აღარც მახსოვს წესიათ, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია დაახლოებით 15 საათი ყავთ სახურავზე და შემდეგ ერთ-ერთმა მომენტიდან თავის სახლში წაგიყვანა და ერთ-ერთმა ეს გვახვდა, მე ახლა არ ვიცნობ იმ ბიჭს პირდაპირ გეტყვით, ახლა გიორგი რო ერქვა მე ახლა არც მახსოვს რა ისე ვიყავი მე ახლა მართალი გითხრათ გვერდით ყავდა ჩემი ცოლის ძმა საშუალება მე არ მინდოდა ტელეფონით დაკავშირება პირდაპირ გეტყვით და ახლა ჩემთვის ნათელი იყო რა ახლა პირდაპირ გეუბნებით რა ამათ იქ მიზნად ჰქონდათ ჩემი ლიკვიდაცია ის რაც აჩვენეს იმაში ხო არაფერი არ არის საერთოდ გარდა იმისა რომ ლაპარაკობთ ჩვენი შეფიცულების ანუ აქტივისტების ორგანიზებასა და მობილიზაციას. მაგრამ მე მოვითხოვ, ჯერ ეს კონტექსტიდან ამოაგდეს ყველა. მე მოვითხოვ გაუშვ მთელი ჩანაწერი მაშინ. ეს ხო, ეხლა იქ ვიჯექით მახსოვს კაიხალი. გაუშვა, სადაც არაერთხელ იქ სადაგრძელოები ითქვებოდა რაღაცა, მათ შორის მე მუდმივად ლაპარაკობ. ძმებო, ჩვენ მართლები ვართ. ჩვენ ვართ შიშველი ხელები, ჩვენ ვართ მშვიდობიანი